გამარჯობათ მეგობრებო, გილოცავთ სომხეთთან გამარჯვებას, ნაკრები კარგად იცით, ჩვენთვის ტაძარივით არის, მარჯისცემა მატულობს ხოლმე და ზოგჯერ პრობლემებიც გავიწყდება ყოველდღიური, როცა ნაკრები იგებს. ის კატეგორია ვართ, როცა დევნის ბაზაზე ქვებს, ან აგურებს, ან ბლოკს დავალაგებდით ხოლმე და ისე უყურებდით დიღმის ბაზაზე საქართველოს ნაკრების ვარჯიშს რა. ჩივაძის მცველობის დროს 90-იანებში როცა არც შუქი იყო, არც წყალი იყო, არც გაზი იყო, იყო მანო ფეხბურთი, პასიანსი, რამდენიმე სერიალი და მორჩა მე-9 ბლოკი და რა ვიცი ხა ნერვიულობა და საშინელი პერიოდი გამოვიარეთ. ეხლა სომხეთთან თამაშზე საწყისი 20 წუთის შემდეგ უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ამ თამაშს სათავისოდ დაამთავრებდა და საჭირო იყო ოღონდ პირველი გოლი, რომელიც წელში გატეხდა სომხებს და საბედნიეროდ ეს პირველი გოლი მალე გავიდა. ქოჩრაშვილმა დაიწყო, შემდეგ მიქაუტაძემ გააგრძელა და ჟორჟმა დაასრულა და ღირსეულ თამაშს მოაყოლა კიდე ღირსეული საქციელი თამაშის მერე მივიდა ვანცხიფთან და რა ვიცი ხა დიდი ალბათობით უთხრა რომ ყველაფერი დავიწყებულია, ეს თვითსულოვნებაა, ჟორჟი მინდორზეა დაუნდობელი, თორე გარეთ მაგარი კაი ტიპია და ამ ხრივ ეტყობა რა ყველაფერი. ეხლა რა მინდა ვთქვა, ეხლა ეიფორიაში ნახდათ არ უნდა ჩავარდეთ, ეხლა ბაყბაყდები არ წაგვიქცევია, სასწაული მეტოქი არ არის, მაგრამ კავკასიურ დერბიში გამარჯვება თან ასე მაინც მშვენიერი არის რა. ეხლა ამ თაობაზე ვისაუბროთ და რა მოიტანა, აი ეს ყველაფერი რით მოვიდა, რატო გახდა ეს თაობა სხვანაირი. მოდით დავიწყოთ. აი ჯერ 93, 94, 95 წლებში დაბადებულებში კარგი შედეგები ჰქონდა ასაკობრივ ნაკრებებში, მაშინ მუშაობდნენ დევდარიანი, ცეცაძე, მაისურაძე, რომლის ნაკრები სულაც ნახევარფინალში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ცოტა მეტიც შეეძლო იქ მსაჯის უნდა მუსობა რომ არა. შემდეგ ცოტა ხანი ეს გაჩერდა, ეს ასაკობრივი თემები და აი ეხლა ყურადღება მიაქციეთ 1999 2000 წელს დაბადებული თაობა, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, გასახდელიდან ვიცნობ და ჰაერზე ავლაპარაკობ, ძალიან ბევრ ამის ნიშნავს გასახდელში ყოფნა და ამბების გაგება რა, რაღაცეები, რაც სხვანაირად დაგანახებს ფეხბურთს. ნახეთ, დინამოს აკადემია ხო გაიხსნა რონალდომ რო გახსნა რა. იქამდე უკვე დაწყებული იყო კარგად მუშაობა დინამოშიც და საბურთალოშიც. სხვანაირ რელსებზე გადავიდნენ თვითონ ასაკობრივი გუნდები რა ამ კლუბებში და ფული დაიხარჯა შედარებით მეტი და ბავშვები, სელექცია კარგი, პლუს ესპანური მეთოდიკა. ნახეთ, რაზე ვამახვილებ ყურადღებას, ანდრეს კარასკო რო ჩამოვიდა დინამოშიც ხო იმუშავა, მერე საბურთალოშიც. მე ჩემი თვალით მინახია როგორ უდგებოდა საქმეს ის და მის გარშემო შემოკრებილი მწვრთნელები. ქართველ ბავშვებს მოაშლებინეს ბურთის უზომო თრევა, რაც რა ვიცი გაჯერებული იყო ჩვენებში და ის ქონდა ბურთთან გაშორება, არავის არ უყვარდა და კეთილი ინებე დაკარგავ, გამოეკიდე მეგობარო უკან და ზონები გადაკეტე და შენ მიეხმარე რა თანაგუნდებს. ეს თავიდანვე გაათავისეს. სადღაც 12, 13, 14 წლიდან უკვე ასწავლეს ბავშვებს, რომ მარტო ეს არა. სხვა თამაშიც უნდა ვისწავლოთ. და ნახეთ მან რა მოხდა ტაქტიკურად გააზრებული და ნიჭიერს პლუს ტაქტიკურად გააზრებული ბიჭები წამოვიდნენ, რომლებმაც ისწავლეს დროული პასი, აზროვნება და ის მარტო ის მოიშალა რა, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი ეს აი გულისამრევი ფრაზა რო გვაქვს რა ზოგადად. ნიჭიერს პლუს ნიჭიერი, ეს არის მთავარი რა. ხო და ნახეთ რა მოხდა, ამ ნაკრებებშიც მივიდნენ უკვე ტაქტიკურად მომზადებულები. და გაიარეს კარგი მწვრთნელები რა, ქართველებიც ნახეთ, ეს ჩამოუთვალეს სამეული, ხო? პლუს შემდეგ რამაზ სვანაძე, გიორგი მიქაძე, რომელიც დაემთხვა ამას აქვს, ნემსაძეც, ჭიაბრიშვილი გეგუჩაძე, გარკვეულწილად მათაც იმუშავეს. აი მაგალითად ჭიაბრიშვილის დამსახურება ეხლა რო დადგა მამარდაშვილი რა. კაჭარავა არ გამოუტოვოთ, რომელიც ეხლა დიდი ტაქტიკოსი და ის არ არის, მაგრამ უყვარს და იცის კიდეც ახალგაზრდებთან მუშაობა. სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩაკვე, დავითაშვილი და კვარაცხელია, როცა დააწინაურა მთავარ გუნდში. ეხლა იტყვით მაგათ რა შემჩნევა უნდათ, დროსაც ხო აქვს მნიშვნელობა, რა დროს აყენებ, როდის და როგორ ეს დოზირება არ ეშლებოდა ხოლმე კახას და მასაც დიდი მადლობა გადაუხადოთ ამის გამო რა.
მაგრამ ეხლა ნახეთ რაზე ვამახვილებ ყურადღებას მარტო წვნა რას უზამს თუ ბუნებამაც არ უშველაო თვითონ ფეხბურთელები იყვნენ ასეთები უფრო ნაკლებად ესე დაუდევრები და ზერელეობა არ უყვარდათ ბოლომდე მიყვებოდნენ ხოლმე საქმეს პროფები იყვნენ თავიანთი საქმის იმიტომ რომ იცოდნენ რომ ეს იყო მათი ცხოვრებისეული შემოსავლის წყარო უნდა გამხდარიყო ყოველ შემთხვევაში და უმიზნებდნენ ის არ არის რა ეხა პირველ BMW იყიდეს და მორჩაო აი ნახეთ როგორ მიდიოდნენ თვითონ ნაკრებებში ჩამოყალიბდა ეს სისტემა და აი რამას ვანაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა თვითონ ის სამთამაში რომ 9 ქულა აიღეს ეს შემთხვევით არ მოსულა და ნაკრებებში ბიჭები ეხლა დღეს აი რაც ხდება ერთმანეთი უყვართ ერთმანეთი აქაც არის კი ის ეგრეთ წოდებული კუტოკები ზოგი ვიღაცასთან კარგად არის ზოგი ის ნაკლებად კარგად არის მაგრამ ის არ ჩანს რომ ვიღაცას ვერ იტანდეს ან რაღაცა ის ბოღმა კომენტარები არ არის არც ქილიკი ზედმეტად ქილიკი კი რა თქმა უნდა გახუმრება და ის ჯიბრიც მოსულა რა თქმა უნდა მაგრამ ეხა იციან რომ საერთო საქმეს აკეთებენ რა აი ეს არის მთავარი რა და ერთმანეთს ფეხს არ უდებენ ყოველ საიდან იწყება ეს ყველაფერი იწყება სამზარეულოდან შემდეგ გადადის ყველაფერი მინდორზე რა და აი შენივრად ხედავთ ყველაფერს რა და პას თუ ვიღაცა უგვიანებს ანუ არ აძლევს არა ვერ აძლევს და ეს გათავისებული აქვს და საიდან მოდის ეს სათამაშო დისციპლინაც და თვითონ ეს დისციპლინაც მოედნის მიღმა დისციპლინაც მოდის იქიდან სიჭაბუკიდან მოზარდობის პერიოდიდან ბავშვობიდანაც კი ამიტომ გაკეთდა აქცენტი ასეთ ფეხბურთელებზე და მიხარია რომ ნაკრებში ზუსტად ასეთ ფეხბურთელებზე კეთდება აქცენტი და ეხა ის არ არის რა რაღაცა მე როგორც მინა იქ იმასთან არ ვითამაშებ იმასთან უკეთესად გძნობ თამაშს იმასთან უფრო შეთამაშებული ვარ ესეთი რაღაცები აღარ ხდება და რაღაც ჭორაობა და რაღაც ერთი ამბები ხო და პლუს დავამატოთ რომ რაც არ მომწონს და რაც ამ ყველაფერს არ უხდება ეს არის ნუ ყველამ ვიცით ასაკობრივი ნაკრებების საშინელი შედეგები რთული ის არის რა ეხა 3-0 წააგო ყაზახეთთან ლიტვასთან და ესა ქართველი ბიჭი არ უნდა აგებდეს ყაზახეთთან 3-0-ს რა ელემენტარულია ესე იგი რაღაცა არასწორად ხდება და ამას ყურადღება უნდა მიაქცეს აუცილებლად რა იმიტომ რომ ამდენი ნაშენები ერთ ხუხულასავით არ უნდა დაინგრეს და აი ხო ყველამ ნახეთ ახლა ეს თაობა რომ მორჩა 21 წლამდელებში თამაშს წინასწარ გამოიგლოვა ბევრმა რომ ეხლა ისეთი თაობა ვერ მოდის და რამასვანაძის გუნდ შანსი არ აქვს შვედეთიც წატოვეს ჯგუფში და ხორვატიასაც მოუგეს და ევროპის ჩემპიონატზეც გავიდნენ როგორ კარგს ფერს პლუს კარგი შემადგენლობა კარგი ტაქტიკა აზროვნება და ასე შემდეგ ქართველს კიდე ფეხბურთის თამაში იმდენად არ ესწავლება იციან ქართველებმა ფეხბურთის თამაში როცა რაღაცა კარგად კეთდება აუცილებლად ფასდება კიდეც რა და ეხლა პლუს კიდე ერთ ბოლოში დავამატებ ეს იყო საქართველოს ნაკრების ისტორიაში 95 გამარჯვება ყველაფრიანთ 1990 წლიდან დაწყებული ხოლო ამხანაგურები რო გამოვაკლოთ საიუბილეო 50-ე გამოვიდა 51-ე სხვა ველოდებით სომხეთთან აბა დიდი მადლობა